მოგესალმებით, ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას კონფლიქტურ სიტუაციაზე და მის გამოსავალზე. რა იქნება თქვენს შორის? კონფლიქტური სიტუაცია. მაშ ასე ვნახოთ. ორ ვარიანტზე გავაკეთოთ. მე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მოიწონოთ არხი, კომენტარებს ველი, ბალანსისთვის ეს აუცილებელია, გააზიარეთ თუ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო და მაშ ასე დავიწყოთ. კონფლიქტური სიტუაცია. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი იყოს აი ეს შეყვარებულები, მეორე ანგელოზი. პირველი, მეორე. კონფლიქტური სიტუაცია პირველებისთვის და მისი გამოსავალი. ახლა დაძაბულიან, რა თქმა უნდა, სიტუაცია შეიძლება აქ დემონსტრირებდით რომელიმე თქვენგანი თქვენს ძალას, გინდოდათ გეჩვენებინათ თქვენი ძალა, ან მას სურდა რომ დაგენახათ როგორი ძლიერია, როგორ აიღო აი ამ ურთიერთობაში მართვის სადაბეები ამ ადამიანმა და ერთ-ერთი თქვენგანი ან ორივე თქვენგანი დემონსტრირებთ თქვენს ძალებს და თითქოს ხელის გადაწევის პოზიციაში ხართ, ვინ უფრო ძლიერი ხართ ამ ურთიერთობაში, აი ამ კონფლიქტურ სიტუაციაში. მაშ ასე. კონფლიქტური სიტუაცია. ერთ-ერთმა თქვენგანმა ვერ მიიღო ის, რაც სურდა, მეორე თქვენგანი შეიძლება მამაკაცი იყო მანიპულატორი, მანიპულირებდა, თქვენ კი ვერ იღებდით ამ ურთიერთობისგან იმას, რასაც ელოდით. შეიძლება ელოდით ურთიერთობის გასაჯაროებას ან ურთიერთობის სხვა ახალ ეტაპზე გადასვლას, მაგრამ ეს ადამიანი მხოლოდ მანიპულირებდა. ეს ადამიანი ორიენტირებული იყო თავის თავზე, თავისი მიზნების და გეგმების განხორციელებაზე და თქვენ დარჩით ერთ მხარეს. და ეს ადამიანი დაკავებული იყო ამ ურთიერთობაში მხოლოდ და მხოლოდ თავისი თავით თვითონ მიიღო სიამოვნება, თავისი აზრი გაეტარებინა. აქ თითქოს თქვენს აზრს დიდად არც კითხულობდა. ნახოთ კონფლიქტური სიტუაცია, მიზეზი მეგობრებო, შეიძლება იყოს ეჭვიანობა, შეიძლება იყოს ერთიდან მეორეს მიმართ თვალისდევნება, შეიძლება ეს ადამიანი ახლა თუ პაუზაზე ხართ და თქვენ შორის არ არის ურთიერთობა, თვალყურს გადევნებთ, გითვალთვალებთ, შეიძლება სოციალური ქსელით, შეიძლება ისე, ამ ადამიანს არასვენებს ეჭვები და მოლოდინის რეჟიმში ხართ ერთ-ერთი თქვენგანი. ნახოთ ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალი რა იქნება. გამოვა კონტაქტზე. მეგობრებო, მგონია რომ ამ ადამიანს აქვს არჩევანი. შეიძლება ამ ადამიანის ცხოვრებაში არის მეორე ადამიანიც, რომელთანაც არის ურთიერთობაში და შეიძლება ამ ადამიანს აქვს არჩევანი და ამიტომ ყოფნობს კიდევ თქვენთან გამოვიდეს თუ არა კონტაქტზე. დავაზუსტებ არის სხვა ადამიანების ცხოვრებაში. შეიძლება თქვენ გაქვთ ესეთი ციკლური ურთიერთობა, შეიძლება ეს ურთიერთობა არის კარმული, რაღაც
თითქოს ყოველთვე რაღაც იცვლებოდა თქვენს ურთიერთობაში, ან იცვლება პერიოდულად ძალიან კარგად ხართ, მერე ისევ აირევა სიტუაცია, მერე ისევ შერიგდებით და ასე შემდეგ. რა იქნება თქვენს შორის? შეიძლება ეს ადამიანი მაინც გამოვიდეს კონტაქტზე, მეგობრებო, ამ ადამიანმა ვერ გაუძლოს აი ამ შეკავებულ გრძნობებს თქვენს მიმართ და მაინც დიდი ძალის ხმევით მოვიდეს ეს ადამიანი თქვენამდე. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ აი ამ სიტუაციაში? რას გირჩევთ, ტარო? თქვენ მეგობრებო, ტარო გირჩევთ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ, რადგან ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარეთ. თუ თქვენ წახვალთ მოლაპარაკებებზე, მაშინ მოგიწევთ ძალიან ბევრი რამის შეცვლა აი ამ ურთიერთობაში. ისე აღარ იქნება არაფერი, როგორც ადრე იყო. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ შერიგდეთ, მაშინ მოგიწევთ ერთმანეთის აზრი გაითვალისწინოთ და ძალიან ბევრი რამის შეცვალოთ. ეს გირჩევთ, ტარო. მეგობრებო, თქვენი კეთილდღეობისთვის, რომ თქვენ იყოთ კარგად, ტარო გირჩევთ რამოდენიმე ვერსია განიხილოთ თქვენი გზების. შეიძლება ახლა თქვენ თითქოს ისე ხართ ემოციურად, რომ ვერ ხედავთ სხვა გზებს, მაგრამ რეალურად თქვენს ცხოვრებაში არსებობს გზა, რომელიც გამოგიყვანთ აი ამ ჩიხიდან და გაგიყვანთ ძალიან კარგ რეზულტატამდე, სადაც თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ სიუხვეს, ბედნიერებას, წარმატებას. თუ თქვენ აქ მეუღლები მიყურებთ, შეიძლება მოგიწიოთ განქორწინებაც, ან ეს იყოს სამყაროსეული გაკვეთილი და როგორც მთლად თქვენზე არ არის დამოკიდებული, არც ერთ თქვენგანზე არ არის თითქოს აქ დამოკიდებული სიტუაცია, აქ თითქოს ეს კარმული გაკვეთილია და სამყარო რასაც გაარგუნებთ, აი სწორედ ასე იქნება თქვენთვისვე უკეთესი. ნახოთ, რჩევა თქვენთვის. მეგობრებო, თუ თქვენ ამ ურთიერთობას გააგრძელებთ ამ ადამიანთან და არაფრის შეცვლას არ აპირებთ, ეხლა რომც შერიგდეთ, თქვენ აუცილებლად ისევ გეტკინებათ გული, ისევ გულნატკენი და უკმარისობის გრძნობით დარჩებით. თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწევთ აი იმ ცუდი პერიოდების გავლა, აი იმ გაკვეთილების გავლა, რაც ამ ადამიანთან გქონდათ. თუმცა აქ მაინც სამყარო გაჩვენებთ გზას და თქვენ ამ მინიშნებებს აუცილებლად უნდა დაუკვირდეთ. მადლობა პირველებო და ვნახოთ მეორე ვარიანტი, სიტუაცია თქვენი. აქ მეგობრებო, მონატრება, არ ვიცი ეს მონატრება თქვენიდან არის თუ იმ ადამიანისგან, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. აქ ვხედავ მონატრებას, წარსულის მომენტების გახსენებას ნოსტალგიით. საკმაოდ თბილი არკანი ამოვიდა მონატრების. ვნახოთ მეორეებისთვის რა სიტუაციაა, მონატრება გასაგებია. დიახ, გენატრებათ ის სიტუაცია, მაგრამ ერთგვარ ლაბირინთში ხართ მეგობრებო. და თუ თქვენ აი ახლა ამ ჩაკეტილი წრიდან და ლაბირინთიდან არ გამოხვალთ და მუდმივად აი ამ წარსულის
კადრებს ატრიალებთ, ეს კარგს არაფერს არ მოგიტანთ ჩემო ძვირფასებო. თქვენ აუცილებლად უნდა შეეცადოთ აი ამ ლაბირინთიდან გამოხვიდეთ და თქვენს კეთილდღეობაზე იფიქროთ. რა სიტუაცია გაქვთ? მეგობრებო, მესმის მე თქვენი, რომ ახლა ვერც პოულობთ იმ გასაღებს, რომელიც მიგიყვანთ შეთანხმებამდე, რაღაცნაირად თითქოს დაბნეული ხართ, არჩევანი გაქვთ, რომელი გზით წახვიდეთ არ იცით, მაგრამ ის ნამდვილად იცით, რომ აქ თქვენი სურვილები და პრიორიტეტები უნდა წამოწიოთ პირველ ადგილას. აქ მე ვხედავ, რომ თქვენ უკვე გაგივლიათ ეს რთული პერიოდი და ხარ პროცესში ხართ თითქოს განკურნების და იწყებთ თქვენ თავზე ორიენტირებას და იმ გზების მოძიებას, რომელიც გაგიყვანთ აი ამ რთული სიტუაციიდან. რა ენერგიებში ახლა ის ადამიანი, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი ეჭვებშია, თითქოს გაურკვეველ სიტუაციაში, აი ვერ გაარკვია რა უნდა ქნას, ან რა იყო მიზეზები აი ამ ყველაფრის, რაღაც გაურკვეველი სიტუაცია, შეიძლება ამ ადამიანს ქონდა რაღაც მომენტები ეჭვიანობის, შეიძლება ძალიან გაურკვეველი რამის გამო დასცილდით და თითქოს ახლაც ვერ იგებთ, ну თუ აი ამ რაღაცამ გამოიწვია, ასეთმა პატარა რაღაცამ გამოიწვია თქვენი დაშორება, ეს ადამიანი ახლა სწორედ ასეთ ენერგიებშია, რომ ფიქრობს, რომ ძალიან ბუნდოვანია სიტუაცია და უკვირდება თავის გზას. ეს ადამიანი ახლა მარტოა, მინდა გითხრათ. და რაღაც მომენტში, ეხლა არა, მაგრამ აქვს სურვილი მოსვლა თქვენამდის. თუმცა ახლა თითქოს ისეთ ენერგიებშია, რომ ყველაფერზე, ყველასთან კონტაქტზე უარს ამბობს. რასურს ამ ადამიანს? საშინელი მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ, ვერ გივიწყებთ. თავშიც ვახსენე, რომ საოცარი მონატრება იყო მისი თქვენს მიმართ და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალისხმევის გარეშე რაღაცა პატარა ნაბიჯებით უნდა მოაგვაროს სიტუაცია თქვენს შორის. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? არ არის, მეგობრებო, ეს ადამიანი კარგად ნამდვილად, მე გეტყვით, ეს ადამიანი ისეთ სიტუაციაშია, რომ აი ენერგიაც არ აქვს ამ წუთას, რომ ან სიტუაციაში გაერკვეს, ან დაგეგმოს, ან წამოვიდეს მოქმედებაზე. ახლა ეს ადამიანი წევს და იარებს, იშუშებს, რაღაც ენერგიებს იღდგენს და გეგმავს ნამდვილად, რომ აი ამ იარების, მოშუშების, რესურსის აღდგენის შემდეგ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თუმცა არ იცის რა. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გაქვთ თავიდან დაწყების შანსი. თქვენ რას გირჩევთ, ტარო? როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში? მეგობრებო, თქვენც თითქოს იცე ხართ, თითქოს ჩაკეტილი ხართ თქვენც ამ მამაკაცივით, რაღაცნაირად მოქცეული ხართ ჩარჩოებში, წარსულის აი ეს აჩრდილები თავს არ განებებთ და აი თითქოს კადრებს ვყურებთ შორიდან, იმ ძველ კადრებს, სადაც ბედნიერები იყავით და მე ვკითხე, თქვენ რა უნდა მოიმოქმედოთ?
მეგობრებო, ამ სიტუაციაში თქვენ არ უნდა დაეკონტაქტოთ ამ ადამიანს არავითარ შემთხვევაში. თქვენ პირიქით ამ სიტუაციაში დიახაც რომ მიუწვდომელი უნდა იყოთ მისთვის, უნდა კონცენტრირდეთ ერთ თქვენთვის ძალიან სანუკვარ, ძალიან სასურველ ოცნებაზე, რომელიც ძალიან გსურთ. შეიძლება ეს თქვენ თვით განვითარებას ეხება, შეიძლება ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ და ახლა გირჩევთ რომ თქვენ ჯანმრთელობის მდგომარეობას მიხედოთ. მეორე ვარიანტი არის რომ დიახ თქვენ თავის მოვლის პროცედურებს ჩაუყაროთ საფუძველი და თქვენ წარმოჩინდეთ რეალურად იმ ვარსკვლავად, რომელიც ხართ და რაღაც მომენტში ხა თითქოს დათრგუნულია ეს თქვენი ვარსკვლავი და ისე აღარ კაშკაშებთ როგორც ადრე. დიახ მეგობრებო, სულ მცირედით დაიწყეთ თქვენი თავის შეცვლა უკეთესობისკენ და აუცილებლად გექნებათ სასურველი რეზულტატი. მიიღებთ სამყაროსგან აუცილებლად საჩუქარს, გახალისდით მეგობრებო, წადით მეგობრებთან ერთად, გაერთეთ, გამოდით ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც თქვენ ხართ და აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის სასურველ საჩუქარ სამყაროსგან. მეგობრებო, მე მადლობელი ვარ რომ ჩემთან იყავით და მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით. მე თქვენს კომენტარებს ველი და შეგახსენებთ რომ თქვენი ყველაზე მეტი კომენტარი ვისაც ექნება ამ კვირაში მოგროვილი, მე უსასყიდლოდ ერთ კითხვაზე პასუხს გავცემ პირად გაშლაზე და თქვენი კომენტარის ქვეშ მივუთითებ ჩემს ნომერს, ამით მიხვდებით და დამეკონტაქტებით WhatsApp-ზე. მე გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე. მადლობა ძვირფასებო.